ბევრს მოძრაობ, სიარული მიყვარს. ერთ დღესაც, რა ვიცი, დასვევდა ქალაქი, დავინახე, რომ იქ ადამიანები მოძრაობდნენ რა. ძალიან მიმიზიდა თუ ჩამithრია. ადამიანი რომ მიდიოდა, მეც მივყვებოდი და მის სილუეტს ვიღებდი ანალიზს. შეიძლება მე გადამეღო მისთვის 50 ფოტო, მაგრამ იმ 50-დან ერთი ამერჩია, იმიტომ რომ ის ფორმაა, რომელიც მე მომწონს იმ სიარულის დროს. თბილისის სველი ასფალტის მიღმა, ქალაქის რეალობის ალტერნატიული რეალობა და ცხოვრება ანარეკლში. ფოტოგრაფმა ბექა ჯავახიშვილმა თბილისის წუნიან ქუჩებში 8 თვე გაატარა და ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ყველასგან შეუმჩნევლად 50,000-მდე ფოტო გადაიღო. ვეძებდი ქალაქში ისეთ ადგილებს, სადაც მასა მოძრაობს. მარჯანიშვილი ერთ-ერთი ის ლოკაცია, რომელიც შემთთვის გამორჩეული არის რა. შერეულია მასა ერთმანეთში, ანუ ბავშვი იქნება ქალი, კაცი, ყველანაირი ადამიანი დადის აქ. ამასთანავე არის ფასადურად ძალიან ლამაზი, არქიტექტურულად. ესეც თუ შემოდის კადრში, უფრო ნოყიერს ხდის. სამთვიანი გადარჩევის შემდეგ 34 ფოტო ვიდეო არტთან ერთად ბექა ჯავახიშვილმა ექსპოზიციად შეკრა. თბილისის ქუჩების ანარეკლში მოგზაურობა დამთვალიერებელს TBC გალერეაში დღეიდან შეეძლება. სივრცეა თითქოს რა, ეს არ არის სიბტყე, მარტო რაღაც სიღრმეც არის ამაში და არა მარტო სიბტყე რა. თითქოს შევედი, მე უკვე ხალხს აღარ უყურებდი, ქუჩაში რომ დავდიოდი, სულ დაბლა ვიყურებოდი რა და თითქოს მეც იქ ვიყავი რა, რაღაც იქ ცხოვრობდი თუ მეც იქ დავდიოდი რაღაც ესე. ამ ვიდეოს მიზნად აქვს ის, რომ აცოცხლებს ფოტოსაც, სივრცესაც და იმ ადამიანში იწვევს იმ განწყობას, თითქოს ის იქ არის, რასაც უყურებს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს კიდევ 3 დღე უმასპინძლებს. თბილისის სხვა ცხოვრების აღმოჩენით კი ბექა ჯავახიშვილისთვის შემოქმედების ახალი სივრცე გაიხსნა. ქუჩის ფოტოგრაფიაში რატომღაც ბუნებრივად წავედი, რაღაც სხვა რაღაცებს ვიღებდი სიტყვაზე აქამდე, მაგრამ ქუჩამ ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ნოყიერია, ბევრი რაღაც ხდება იქ. ანარეკლი შეიძლება დავთავრდე, მაგრამ ქუჩას ვფიქრობ, რომ სანამ გადავიღებ, ყოველთვის გადავიღებ ქუჩას.